საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებს პროკურატურა იძიებს. უწყების განცხადებაში განმარტებულია, რომ გამოძიების საფუძველი ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადება გახდა, სადაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნული იყო, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები იკვეთებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა. პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მიესალმებიან ერთიან ნეიტრალურ საქართველოში მოძრაობაში განმარტავენ, რომ კონკრეტული ადამიანების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებმა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჩაიდინეს, რის პარალელურადაც პოლიტიკური სივრცე მნიშვნელოვნად დააზიანეს, კანონის წინაშე პასუხი აგონ. საქართველოს პარლამენტში დაანონსებულია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ეხება 2013-12 წლებში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეჟიმის პოლიტიკურ სამართლებრივ შეფასებას და ჩვენი განცხადება იცით რომ ეხებოდა 2012 წლის შემდეგ, ანუ უკვე ოპოზიციიდან ამ პოლიტიკური ჯგუფების და ძალების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას ჩვენ ქვეყანაში, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობას და რის უკანაც იდგა ფინანსები, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა უცხო ქვეყნებიდან. ჩვენ ასევე წარვადგენთ დამატებით საჯაროდ ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება შეიძლება დაინტერესდეს ასევე 317 და 321 პრიმა მუხლებით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ამ აგენტურული ქსელისგან ჩვენი პოლიტიკური საზოგადოებრივი სივრცის გათავისუფლება იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ, ქვეყანა დამშვიდდეს და გადავიდეს განვითარების აბსოლუტურად ახალ ეტაპზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანებმა სერიოზულად დააზარალეს სახელმწიფო, სერიოზულად დააზარალეს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები და სერიოზულად დააზარალეს როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტით, შეიძლება ითქვას, ასევე ეკონომიკას და მთლიანად სოციალური გარემოს თუგნებად. იმ თავიანთი ჯაშუშური ქმედებებით, იმ თავიანთი მიზანმიმართული ქმედებებით, რაც ჩვენ საჩივარში გვაქვს ყველაფერი აღწერილი და ასევე არ გამოურიცხავ არავითარ შემთხვევაში, რომ გაფართოვდეს გამოძიების არეალი, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ახალი გარემოებები შეიძლება გამოჩნდეს გამოძიების შედეგად და ბევრი ისეთი საკითხები წარმოიწვიოს წინ, რასაც ჩვენ შეიძლება ითქვას ამ წუთში კიდევ არ ველოდეთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პროკურატურაში ნეიტრალური საქართველოს წევრებს გამოკითხვაზე ეტაპობრივად იბარებენ. დღეს საგამოძიებო უწყებაში ნანა კაკაბაძე მივიდა. მან პროკურატურას მის ხელთ არსებული მტკიცებულებები წარუდგინა, რაც კონკრეტული პირების საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებას ადასტურებს. ჩვენ რამდენიმე მუხლით შევიტანეთ პროკურატურაში, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სულ 2 მუხლით არის აღძრული საქმე. 318 და 319 მუხლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დანაშაულებები გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის იყო და ალბათ ამ დაკითხვაზე, ამ მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელი გახდება ალბათ გადაიხედოს და რაც გასაზიარებელია გაიზიაროს. რადიკალური ოპოზიცია, ვინც გამოძიების ძირითადი ობიექტია, პროკურატურასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ოპოზიციის წარმომადგენლები გამოძიების მნიშვნელობის ხელოვნურად დაკნინებასაც ცდილობენ და უარგუმენტო დამტკიცებენ, თითქოს გამოსაძიებელი არაფერია.
ვის გამოძიება, რა გამოძიება? კარგით, რასთან უნდა ვითანამშრომლო, სად უნდა ვითანამშრომლო? მე ვთანამშრომლობ ქართულ ხალხთან. პროკურატურის გამოძიება არ არის საინტერესო, იმიტომ რომ მათ ერთ-ერთი რაც შეუძლიათ ხან რაღაცა კანონები მოიგონონ, ხან რაღაც გამოძიებები დაიწყო. თავად კითხვის დასმის დროსაც კი ღიმილი გვეუფლება ყველას, ვინც ამ კითხვას ვისმენთ, ამიტომ სამწუხაროდ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ სერიოზული პასუხი ამ თემაზე ნამდვილად ვერ გვექმნება. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური კუთხით პასუხი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ რადიკალებს, როგორც საზოგადოებამ, ისე ქართულმა ოცნებამ არაერთხელ გასცა. ახლა კი ის ადამიანები, ვისაც ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი დაუდასტურდებათ, პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ. ეს განცხადება მოხდა ჩვენს ინიციატივას, რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლიდა 2003-2012 წლებისში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებს და როგორც გახსოვთ, მაშინ იყო ეს განცხადება მიმართა ამ ჯგუფმა პროკურატურას, რომ 2012 წლის შემდეგი პერიოდიც ასევე შესწავლილიყო პროკურატურის მხრიდან. და როგორც ჩანს, როგორც ნახემი, ამაზე რეაგირება არის და გამოძიების დაწყება. რა თქმა უნდა, ხა რაც პოლიტიკურად ჩვენ არაერთხელ შეგვიფასებია, თუ რასთან ქონდა საქმე. დღესაც რასაკეთებს ეს ჯგუფი. ჩვენ ხედავთ, რომ ისინი არიან სრულ კოორდინაციაში სხვადასხვა უცხო ძალასთან თუ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან. ხედავთ, რომ ისინი იღებენ ინსტრუქციას უცხოეთიდან. ჩვენ ნახეთ პროკურატურამ, რომელი მუხლით აღძრა საქმე, ეს არის სწორედ საბოტაჟი, ალბათ ყველაზე უფრო მეტად მიესადაგება ამ შინაარს, ამ ქმედებებს, სწორედ საბოტაჟის მუხლი. დანარჩენი ბუნებრივია არის პროკურატურის და სამართლებრივი პროცესების საქმე, გამოძიების საკითხი. ჩვენ კარგად ვიცით, საზოგადოება კარგად ხედავდა თუ როგორ უცხოეთიდან ფინანსირდებოდა ცალკეული ორგანიზაციები, ცალკეული პოლიტიკოსები და მათი საქმიანობა ნამდვილად არ იყო ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის პროგრესი. ყველანაირად ეს ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები ხელს უწყობდნენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას. კიდევ ერთი გეუბნებით, აქ პარტიაზე არ არის საუბარი. აქ არის ყველა იმ ორგანიზაციაზე, მათ შორის პოლიტიკურ საქმიანობას ვინც ეწევა, ვის სადაც დაფიქსირდება, რომ აი ამ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში, გადატრიალებაში, რევოლუციაში, ყველა იმ მსგავსობაში იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად პროკურატურა თავის სახელს დაარქმევს და პასუხს გასცემს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ძიების პროცესში პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიც არიან ჩართული.